შავი ფული და სიყვარული. რომ გაგეფრთხილებინე შესაფერისად ჩავიცვამდი. მერე რა, არა უშავს. დღეს ოფისში ბევრი საქმე მქონდა. ამაზე არც მიფიქრია. ეს ყველაფერი როდის დამთავრდება? როცა დაურწმუნდები, რომ ყველაფერი იცი. აქ დამელოდე. გასაკეთებ. უნდა ვითამაშოთ? გამომართე. ომერ, გაგიშდი? არ მინდა. ვალდებული ხარ. ვალდებული არ ვარ. თანაც თქვენ ხომ ჩემ გვერდით იქნებით. რა საჭიროა? თანაც ხეს არ ვესვრი. ერთხელაც შეიძლება დაგჭირდეს და ადამიანს ესროლო. არ დამჭირდება. არ დამჭირდება. მართლა? თქვათ გაიგეს, რომ ჯაშუში ხარ. და შენი თავიდან მოშორება გადაწყვიდეს. ვითომ საღამოა და სახლში ხარ. თანაც მარტო. არა, შენი დებიც სახლში არიან. დაცვას ტკბილად გძინავს. შენს გძინავს. ო, შენს გძინავს. ამ დროს შემოვიდნენ და შუბლზე იარაღი დაგადეს. რა მოხდება? ყველაფერი დასრულდება ელიფ. შეგეშინდა. თვალის გუგები გაგიფართოვდა. მაგრამ შიში ვერ გიხსნის, სინიორინა. ნოგეშინია. ეს მხოლოდ ვარაუდია. მე შენ გვერდით ვიქნები ელიფ. უბრალოდ იმას გიხსნი, უჩემოდ რა უნდა გააკეთო. ამიტომ ნუ მეწინააღმდეგები, კარგი? დამეხმარე. კარგი. ჯერ ხელში დაჭერა ისწავლე. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ტელეფონი მომიტანა. გისმენთ? სად ხარ? მანქანაში? ხომ მითხარით ფინარი იპოვეო? თავი დაანებე. ბიძია, რა გინდათ? დამწინით? ხმა ჩაიწყვიტე. ნუ მეწინააღმდეგები. ელიფმა ვიდეო ჩანაწერი ნახა. ვიდრე ნებას არ მომცემდით, არ უნდა მეჩვენებინა. კარგი მეთინ. დღესაჩვენე. ცოტა ხნის წინ დარეკეს. მოთმინება ამოეწურათ მეთინ. გესმის, მოთმინება ამოეწურათ. ტრანსფერისთვის ყველაფერი მზადაა. 2 დღეში რომში უნდა იყოთ. დასაგებია. მოკლედ რაც საჭიროა გააკეთა. ფინარს მე მივხედავ. ასე ჯობია? ხესაც აღარ დააზიანებ. ესეც ასე. გამომართვე. მძიმეა და ცივი. არ მომწონს. მაგრამ თუ მოინდომებ იმასაც მშვენივრად აკეთებ, რაც არ მოგწონს. იარაღი ესეა. როგორც აგიხსენი დაუმიზნე და ჩახმახს გამოვკარე, მიდი. იარაღი პირველად მიჭირავს, არ გესმის? ნოგეშინია. ვითომ შენ წინ მეთინი დგას? ესროლე. მიდი ესროლე.
ჯანდაბა. ეს რა უბედურებაა. მე დიზაინერი ვარ და არა პოლიციელი. ძალიანაც რომ მოვინდომო ვერ ვისწავლი, არ მინდა ვისწავლო. ამას ჯობია მოვიდნენ და მომკლან, დავისვენებ მაინც. მაფიოზების ბრძანებას რომ ასრულებდი, მაშინ არ გითქვამს დიზაინერი ვარო. რა მოხდა? იარაღი შეგეშინდა? არ მჯერა ელეფანიმ. არ მჯერა. ჩემგან ასე იოლად თავს ვერ დაიძვრენ, წამოდე. ომერ. დადექი. გაიხსენე რა გასწავლე. გამომართვე. მოემზადე და ესროლე, მიდე. არ გამომდის. რომც მოვინდომო, არ გამომივა. არ შემიძლია. თუ მოინდომებ შეძლება. ჯერ ერთი არასწორად გახარ. და მეორე, იარაღი ცუდად გიჭირავს. იარაღის ასე დაჭერა არ შეიძლება. უნდა დააფიქსირო. მუხლი მოხარე, გასაგებია? შენთვის ეს ძალიან იოლია. მაგრამ არ იცი როგორ უნდა ამიხსნა, ომერ. მთავარია მოინდომო ელეფ. თუ მოინდომებ შეძლება. მოემზადე. მუხლი მოხარე და დაუმიზნე. მზად რომ იქნები. ისროლე. აი ასე. ხედავ? მიდი ელეფანიმ. გამომართვე. რას აკეთებ? ვცდილობ გასწავლო თუნებას დამრთავ. დაუმიზნე. მიზანს უყურე. მუხლი მოხარე? კარგია. ფეხს დაეყრდენე. იმ სიყვარულს გაჩუქებ. მთელი ცხოვრება რომ დაეძებდე. კარგია. მოემზადე. მიდი ესროლე. ხედავ? ხედავ, სინიორინა. ხედავ? ყოჩაღ. ხომ ხედავ? 10-იანში მოვარტყე. გამომარ. როგორ ჩაიარა? არ ვიცი, სავარაუდოდ კარგად. იმედია არ გაგაწვალა. მამა ჩემის მეგობარია. ხო. ტუალეტში შევალ. კარგი. აქ ვიქნები. ჩუმად, მე ვარ. ნოგეშინია. საყვარელო. დაუმიზნე. ათიანში ვერ მოვარტყი, მაგრამ მოვარტყამ. სათხანში მოვარტყამ. ნიჭიერი ხარ. უცება ითვისე. რომ არ გეჯივდა თავიდანვე გამოგივიდოდა. გამომართვე. აი ასე. ომერ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? სანამ არ ისწავლე. ამას არ გულისხმობ. ჩვენ ასე როდემდე უნდა ვიყოთ?
როცა მე ხები არაფერს გრძნობ, პირადად მე შენთან შეხების შემდეგ სულ კანკალებ. მერე კი მახსენდება, რომ აღარ გინდივარ და გული მტკივა. ძალიან ახლოს ხარ. თან ძალიან შორს. არ ვიცი ამას რამდენ ხანს გავუძლებ. საქმეს მივხედოთ. მე თვითონ დახმარება აღარ მჭირდება. გაიწიე. შევძელი. შევძელი. 10-იანში მოვარტყი. ყოჩახ. ხედავ? ფრთხილად. შევძელი. ფრთხილად. შევძელი, ხედავ? შემთხვევით გამოგივიდა. კიდევ ისროლე და ვნახოთ. მომეცი? ძიათაიარმა ტელეფონი წამართვა. ელიფს არ იცნობ, დაუნდობელია, ჩვენ შესახებ არ უნდა გაეგო. ნახავ, ყველაფერი მოგვერდება. დამპირდი. გვირდები. ყველგან დაცვა დამყვება. მერტი წამითაც არ მტოვებს. ერთმანეთს როგორ შევხვდებით, ფათიხ? მოულოდნელად გამოვჩნდები ხოლმე. უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. თუ ვერ გნახავ, ვერ ვიცოცხლებ. შენთან მინდა. მომეცი ტელეფონი. მითხარი სად უნდა შეგხვდე. ელუფერ. დამშვიდდე. უნდა დამიჯერო. ერთმანეთს ხშირად ვეღარ შევხვდებით. სამწუხაროდ, გარკვეული ხნით საერთოდ ვეღარ ვნახავ. ამისთვის მზად უნდა იყო. არ შემიძლია. შეგიძლია. თუ გიყვარვარ და ჩემი გჯერა, უნდა შეძლო. ეს ერთგვარი გამოცდაა. ახლა კი წადით, რომ ის იდიოტი დაეჭვდება. კარი ჩაკეტილია, კიდევ რამდენიმე წუთი გთხოვ. თუ საჭიროა, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები. ნილუფერ. ნილუ. მერტ, ქალების ტუალეტში შემოსვლა როგორ შეიძლება? გაგიჟდი? 1 საათია აქ ხარ. გეძახდი და ხმას არ მცემდი, რა მექნა? არ მესმოდა. ნუ მიბრაზდები. შენ კი ნუმაბრაზებ. უკაცრავად. ძალიან დაღლილი ჩახარ. ხო, ასეა. სიმართლე გითხრა გამაოცე. ასე შედეგს არ ველოდი, მშვენიერი იყო. რა თქმა უნდა, ეს მასწავლებლის დამსახურებაა. თავი ჭკვიანი გგონია რა?
ჭკვიანი? რა სისულელეა? უბრალოდ სიმართლე ვთქვი. აქ საუკეთესო ქაზანდებს ამზადებენ. შევიდეთ? არა. რატომ? ტკბილეულზე უარს არასდროს ამბობდი. დაგამშვიდებს. ვცდილობ მავნე ჩვევებზე უარი ვთქვა. ძალიან მშია. მეგობარო, ორი სუთლაჩი, ორი ქაზანდივი ნაყინით და ორი ჩაი. ოღონდ ერჯერადი არა. მე კი თურქული ყავა. არ დამიტკბოთ. დარწმუნებული ხარ? კარგი შენინება. აქ რატომ მოვედით? საჭმელად. არ გინდა ომერ. როგორც შენ იცი რომ ტკბილეული მიყვარს, მეც ვიცი რომ უსიამოვნო ამბების მოყოლა კაფეებში გჩვევია. მიდი დაიწყე. გმადლობ მეგობარო. გმადლობ. ელიფ. თანერის სიკვდილის საქმეს ვიძიებ. უამრავი კითხვის ნიშანია. იქნებ დამეხმარო. საქმე არ დაიხურა? ხომ თქვით წერილი დატოვა და თავი მოიკლაო. და შენ ამის გჯერა? რას გულისხმობ? შეეძლოთ მოიკლათ? სავარაუდოდ. ჯანდაბა. ჯანდაბა. დამშვიდდი ელიფ, დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე? როცა ამბობ რომ შესაძლოა მოკლესო. მესმის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დამშვიდდი. ყველაფერი მიამბე თანერზე რაც იცი. ყოველი წვრილმანი გაიხსენე. უმნიშვნელო დეტალიც კი შენი იმედი მაქვს. არ ვიცი ომერ. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემს ოჯახს საფრთხე ემუქრება, მეტი არაფერი. ელიფ, შესაძლოა უმნიშვნელო დეტალმაც კი მამა შენის მკვლელი გვაპოვნინოს. ამიტომ დამშვიდდი და დაფიქრდი. კარგი? კარგი. თანერი აგრესიული ადამიანი იყო? ტრები ხომ არ ყავდა? ან ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა? რამე ხომ არ გახსენდება? ფიქრობ თანერს გმადლობ მეგობარო, დიდი მადლობა. არაფერს. მე თანერი მშვიდი ადამიანი იყო. არ მახსოვს ვინმესთან ეჭხუბოს ან უსიამოვნება მოსულდეს. ბოლოს ციხეში ნახე, რა მდგომარეობაში იყო. რამე ისეთი ხომ არ შეგემჩნევია, რამაც დაგაეჭვა. უცნაურად იქცეოდა. ელიფ. ელიფ, შენს ფიქრობ რომ მამა შენი მე მოვგალე? აღარ ვიცი რა ვიფიქრო თანერ. დამიჯერა ეს მე არ ჩამიდენია. იმ ბავშვს გეფიცები რომელიც არ დაბადებულა. აჰმეთი მე არ მომიკლავს ელიფ. ხო, მაგრამ ასლის უღალატე. თანაც მამა ჩემის უახლოესი მეგობრის საყვარელთან. მომისმინე ელიფ. ყველაფერს აგიხსნი. იქნებ მამამ გაიგო და გემუქრა. შენ კი? არა. არა ელიფ, ასე არ ყოფილა. არა, გეფიცები. შეცდომა დავუშვი, ფინარი შემიყვარდა. მაგრამ ასლიც მიყვარს. დამიჯერა ელიფ. ასე არ არის თანერ. არა. ერთი გული ორ სიყვარულს ვერ იტევს. ნუ მატყუებ. გეფიცები ელიფ. დამიჯერე. არაფერი დამიშავებია, არ გატყუებ ელიფ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. თხოვ, აქედან გამიყვანე. ასლი მენატრება. მისი ნახვა მინდა ელიფ. თხოვ. არა ელიფ. ელიფ თხოვ. ელიფ თხოვ, ნება მომეცი აგიხსნა. ელიფ თხოვ, არ დაკიდო. ელიფ, გემუდარები. ელიფ, მომისმინე თხოვ. მისი გჯერა? ჯერა.
მამა ჩემი თან ერთს არ მოუკლავს. მეც ასე ვფიქრობ. ეს კოშმარი როდემდე უნდა გაგრძელდეს, ომერ? ახარ დასრულდება? დასრულდება, ელიფ. დასრულდება. როდის? როდის დასრულდება? ყოველდღე ახალი გარემოება ჩნდება. ახალი თავსატეხი. დასრულდება, რადგან საქმე სანდო ადამიანის ხელშია. ვიდრე სამი ამ საქმეს არ გახსნის, არ მოისვენებს. ის ერთადერთია, ვისაც შემიძლია ბოლომდე ვენდო. პროფესიონალია. დღემდე არც ერთი დაჯგუფება ხელიდან არ დასხლდომია. აი ნახავ, მალე ამ საქმესაც გავხსნით. ამიხსენი. მეთინი მაინც და მაინც რომში უნდა დააკავოთ? როცა დამირეკავს და მასთან შესახვედრად წავალ, გამომყევით და დაიჭირეთ. რა პრობლემაა? ეს არც ისე იოლია შენ რომ გგონია, ელიფ. არ მესმის ყველაფერს, რატომ ართულებთ, რატომ? საზღვარგარეთ გასვლა, რა საჭიროა? იმ კაცმა თავი მომაბეზრა. მიდი, დააპატიმრეთ. ელიფ, მათ ძლიერი ზურგი აქვთ. პოლიციასა და სასამართლოში თავიანთი ხალხი ჰყავთ. ასე რომ არ იყოს, მათ ხელში ამდენი ფული არ მოხდებოდა. კარგი, ვთქვათ, მეთინი დავაკავეთ. მისი ნამდვილი ვინაობა დავადგინეთ. დარწმუნებული ვარ, ნასამართლევიც კი არ იქნება. იმ კაცმა გაგვიტაცა. ნილუფერი დღეების განმავლობაში მძევლად ყავდა. მოწმეები ჩვენ ვართ, არ არის საკმარისი. რომ დავაკავოთ, სულ მცირე 2 მოწმეა საჭირო, ელიფ. სხვაგვარად ვერაფერს გავხდებით. ესე იგი, იძულებული ვარ რომში გავემგზავრო. არა? სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წავიდეთ. ძალიან დავიყალე. კარგი. წავიდეთ. არის ვინმე? საღამო მშვიდობისა. 1 წუთით შეიძლება? დიახ, გისმენთ. ქადიქოეში მივდივარ, გზას ვერ მიმასწავლეთ? ჯერ თაქსიმში უნდა ახვიდე, შვილო. თაქსიმში? ეს ხომ ქალაქის მეორე მხარესაა. ო, ჩვენც მეორე მხარეს ვართ. არა, შენ ვერ გაიგე, მე ქადიქოეში მივდივარ. წამოდი, აგიხსნე. წამოდი, შვილო. მოდი, შვილო. კარგად მომისმენე. ავტობუსში ჩაჯექე და თაქსიმამდე მიდე. იქიდან ქადიქოეში ავტობუსიც მიდის და სამარშრუტო ტაქსიც. ამ გზას გახევე. გმადლობთ. არაფერს. თაიარდუნდარს რამდენი ხანია იცნობ? სკოლაში ვსწავლობდი მამას ბიზნესში პრობლემები რომ გაუჩნდა. ზია თაიარი მოწილე გახდა და ფინანსურად დაეხმარა. მერე კი დამეგობრდნენ. სანდო კაცია? შემიძლია საკუთარი და ჩემი დების სიცოცხლე დაუფიქრებლად ვანდო. კარგი. შენ უკეთიცი. რა? ზია თაიარზე წეჭვი გაქვს? მხოლოდ იზღა დაგრჩა. დამნაშავეს ჩემს ოჯახში ნუღარეძებ. რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეში ვინმე შენიანი არ არის გარეული? თუ ხდები რას ამბობ? ჩემი ოჯახიდან ყველა გაიცანი. ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ასეთი დანაშაული რომ ჩაიდინო, დიდი ამბიცია უნდა გქონდეს. როცა საქმე ფულს ეხება, დამნაშავე ყოველთვის მდიდარია. არა? ელიფ, მე პოლიციელი ვარ. როცა საქმეს ვიძიებ, ჩემთვის ყველა ეჭვმიტანილია. მე საქმის გახსნას და შენს დახმარებას ვცდილობ. კარგი. მოვედით, გმადლობ. ხამე მშვიდობის. ნახვამდის. ელიფ. გისმენთ.
ნოგეშინია. ელიფანიმ, ნიჰათი არ მოსულა. დავურეკე მითხრა გზაში ვარო, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა. კარგი ძია მუზაფერ. 10-15 წუთი კიდევ დაელოდე და წადი ღამემშვიდობის. ღამემშვიდობისა. ოსმან ხოჯამ. ისმენთ ხოჯამ. ომერ, სასწრაფოდ მოდი უნდა დაგელაპარაკო. რამეს მიაგენით? ო, მივაგენი. იმ კაცს თავი არ მოუკლავს. წერილი იძულებით დააწერინეს. კარგი ხოჯა, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. კარგი. ნოგეშინია პარტნიორო, მე ვარ. აქ რა გინდა? რა მექნა მობილურს არ პასუხობდი. ვიფიქრე ყავას დავლევ მეთქი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ახლავე წადი აქედან, თორემ პოლიციას გამოვიძახებ. გამოიძახე. ომერი გამოიძახე. ალბათ კარგი ბიჭია, თორემ ამდენ ხანს დაშორდებოდი. ახლავე წადი ჩემი სახლიდან, ახლავე. კარგი, წავალ, მაგრამ ჯერ უნდა ვილაპარაკოთ. გამიშვი, თავი დამანებე. მომისმინე ძვირფასო. დღეს ისედაც გაღიზიანებული ვარ, შენ ნუ ღარ დამიმატებ. შეთანხმება დავდე, შენ კი პირობას არ ყვევ. პასუხისმგებლობას გაურბიხარ. რატომ? მიპასუხე. იძულებულს მხდი ასე მოგექცე. თანაც არ მომწონს იმ პოლიციელს რომ ხდები ელიფ. ნილუფერს აღარ გაეკარო. თორემ არ დაგინდობ. კარგია? მოგწონს? როგორც ოჯახის წევრი ვცდილობ შენი დარდი გავიზიარო. გრცხვენოდეს. რას გულისხმობ? ამას. ახლა შენს ოჯახს გაგაცნობ. დააკვირდე.
ხომ ხედავს საკუთარი დედაც არ დაინდო. პირველად რომ ნახე მე შოკში ჩავვარდი ელიფ. არ ვიცოდი რა მექნა. მართლაც საშინელი ოჯახია. ბაჰარი რა ხდება საყვარელო? არ მელოდებოდე? რა უბედურება? რას წარმოვიდგენდი? საშინელებაა რა? მესმის შენი. ნუ მეხები, გაიწიე. მე შენი ოჯახის მეგობარი ვარ. ვცდილობ როგორმე დაგიხმარო. ეს უბედური შემთხვევაა. ასლის ეს განზრახ არ ჩაუდენია. ყველა პოლიციელი თუ პროკურორი ამავე სიტყვის. ამით ვერ დამაშანტაჟებ. დაგაშანტაჟებ? გგონია გაშანტაჟებ? მე ოჯახის მეგობარი ვარ და დახმარება მინდა. შენ კი მადანაშეულებ. გრცხვენოდეს. სისულელის ნუ ამბობ. წადი აქედან. გავიგე შენი და ნორმალური არ ყოფილა. შენ ვინ გეკითხება? ასლის შესახებ რა იცი? ვუთვალთვალებ. საავადმყოფოშია გონს მოვიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ არ ახსოვს რომ დედას ხელი ჰკრა. მეხსიერება დაკარგა. ჯანდაბა. მომისმინე. დედამისის გამო ბავშვი დაკარგა. ეს დიდი ტრავმაა. მერე გამწარებულ გულზე დედა მოკლა. ეს მეორე ტრავმა. ქმარმა ციხეში თავი მოიკლა. ესეც მესამე. ასლის ადგილას მივხვდებოდი რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს და თავს მოვიკლავდი. რა სიტყვე? გინდა შენს დას ვკითხოთ თვითონ რას ფიქრობს? ამას არ გააკეთებ. გეგონოს. ბიძია. საღამომშვიდობისა შვილო. ელეფანებს მანქანაში ტელეფონი დარჩა, თუ არ შეწუხდებით გადაეცით. შენაუტანე შვილო. მორიგეობა დამიმთავრდა, მაგვიანდება. მანქანაში შვილი მელოდება. მოვდივარ. ნახვამდის.
აი რომის ბილეთი. იცოდე თვითმფრინავზე არ დაგაგვიანდეს. შენი საყვარელი ადგილია. აბა შენიცი. ნილუფერის ოთახი რომელია? მინდა რამე სამახსოვრო წავიღო. მისი სურნელი მენატრება. გაეთრიე ჩემი სახლიდან. ოთხარი წავიდეს. ძია მუზაფერ. შეგიძლია წახვიდე. გაუმეორე. ელიფ მე ვარ. ომერ. ერთი სიტყვა და იცოდეთ ვინს გაგასხმევინებ. გესმის ელიფ? ხმა არ მოიღო. ტელეფონი მანქანაში დაგრჩენია, მოგიტანე. ოთხარი წავიდეს. ჩუმად თორემ სამუდამოდ დაგადუმებ. ხმა არ მოიღო. ხმა არ მოიღო ელიფ. ელიფ. ელიფ ომერი ვარ. ჩუმად თორემ მოკლავ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუა